ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციას ვრცელი განცხადებით ეხმაურება. პაპუაშვილის გზავნილებში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ არაპირდაპირი, თუმცა აშკარა კრიტიკა ისმის, რაც საერთაშორისო წესრიგის დარღვევის კონტექსტშია წარმოჩენილი. თუმცა ის წერილში შეერთებულ შტატებს და ტრამპს პირდაპირ არ ახსენებს. პაპუაშვილის თანახმად დაიშალა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი და მცირე სახელმწიფოებს ახალი რეალობის პირობებში გადარჩენის საკუთარი გზა სჭირდებათ. მისი თქმით, გლობალური მოვლენები, მათ შორის ვენესუელის მაგალითი საზოგადოების შიგნით ნიღბებს ხსნის და წარმოაჩენს იმ ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლებაში გარეთ ჩარევით მოსვლას ემხრობიან. ამ კონტექსტში შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს უნდა დარჩეს მშვიდობის, პოლიტიკის ერთგული და არ ჩაერთოს უცხო ძალების სცენარებში. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ ევროკავშირის დისკრედიტაციას ცდილობს და ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოპერაციამ დაადასტურა, რომ ევროკავშირი როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი აღარ არსებობს. ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ. ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალე ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა, გარეთ ძალების იმედს ხავსივით ებღაუჭება და დემოკრატიის ბომბებზე და ლიბერალიზმის რაკეტებზე ოცნებობს. დემოკრატიულად დამარცხებულებს ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარია იმედებათ: გარეთ ჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთ უსამშობლო მრუდე ქართველებს, ლიპარტებს, ყორღანაშვილებს, ორჯონიკიძეებს ისტორიამ თავისი სახელი დაარქვა. ჩვენს თანამედროვე უსამშობლოებს კი საზოგადოებამ მიუჩინა კუთვნილი ადგილი და ბოლოს ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმე წუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი როცა დასჭირდება, მსოფლიო წესრიგის რღვევით სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია. შალვა პაპუაშვილის პოსტსოციალურ ქსელში პარტია ლელოძლიერის საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ივანიშვილის პროვინციული ავტოკრატიის მსახურებს ტრამპზე რამის თქმა ეშინიათ. ვენესუელაში სპეცოპერაცია ჩაატარა ტრამპმა. მადუროს ასამართლებენ ნიუ-იორკში. პაპუაშვილი კი ისევ ბრიუსელს აგინებს. საერთაშორისო ქარტეხილებში გადარჩება ის, ვისაც ძლიერი მოკავშირე ეყოლება. ევროკავშირში გაწევრიანების გზამ შანსი მოგცა. პირველი რესპუბლიკის ბედი არ გავიზიაროთ. მარტო აღარ ვიყოთ გადარჩენისთვის ბრძოლაში. წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. ოპოზიციის განცხადებით, პაპუაშვილის განცხადებაში გამოიკვეთა, რომ ის ირიბად მხარს უჭერს იმ ბანაკს, რომელსაც წარმოადგენს ივანიშვილი, მადურო, ლუკაშენკო, კადიროვი და მსგავსი ტიპის მმართველები. სამდღიანი ლოდინის შემდგომ ქოცემმა მოიფიქრეს ამომწურავი ვრცელი პასუხი, თუ რა უნდა უპასუხონ ვენესუელაში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას ამერიკელების მიერ და რა თქმა უნდა ისინი წავიდნენ ამერიკის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და დაადანაშაულეს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია საერთაშორისო წესრიგის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. ეს პირდაპირ იკითხება შალვა პაპუაშვილის ვრცელ სტატუსში, სადაც ეს ხოცური ნააზრევი არის გადმოცემული. დონალდ ტრამპმა ჩაატარა სპეცოპერაცია არა ვინმე პოლიტიკური ლიდერის და ხელმძღვანელის და ლეგიტიმური პიროვნების წინააღმდეგ, არამედ უბრალოდ ნარკოკარტელების მეთაურის, კოორდინატორის და ამერიკასთან დაპირისპირებული ძალების პირდაპირ აგენტის მადუროს წინააღმდეგ, რომელიც საკუთარ ხალხს ძარცვავდა, ანადგურებდა, კლავდა და იმიგრაციაში ხიზნავდა. ანუ ეს ყველაფერი არის თუმცა საერთაშორისო წესრიგის და სამართლის დარღვევა. ანუ პირდაპირ გამეორება ხდება მთავარი რუსული მესიჯის, ოღონდ ისე შიშით, ხო, იმიტომ რომ პირდაპირ არ ხდება დადანაშაულება ტრამპის, პირდაპირ არ ხდება დადანაშაულება ამერიკის ადმინისტრაციის. 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი დააკავეს. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. მადურო და ფლორესი ნიუ-იორკის იზოლატორში გადაიყვანეს. შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მადუროს ბრალი ედება ნარკოტერორიზმის კონსპირაციაში, კოკაინის იმპორტირებასა და ავტომატური იარაღების დამანგრეველი მოწყობილობების მფლობელობაში ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. 5 იანვარს ის ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების წინაშე წარდგა. მანჰეტენის სასამართლოში მან თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელის მეთაურის ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის დაკავების შემდეგ ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს.